მოგესალმებით, ბათუმელების სტუდიაში დღეს საუბრობ თემაზე, რა კავშირია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციასა და დღევანდელ მოვლენებს შორის. დღეს ამ მსგავსებაზე ბევრი საუბრობს, მათ შორის ამ მსგავსებას ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბაშვილმა, როდესაც ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და თქვა: ახლა კრიტიკული დროა, რადგან ზოგიერთ დღესა და მომენტში გქონია, რომ თითქოს 1921 წელია და მოვლენები მეორდება. საუბრობთ იმ პერიოდზე, როდესაც საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისს მოადგა და საქართველოს სრული 70 წლით დაიპყრო. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ნანა ტრაპაიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ირაკლი, მინდა ჩვენ საუბარი დავიწყო თქვენთან კითხვით და ერთგვარი ისტორიული შესავლით, როგორ მოხდა საქართველოს ოკუპაცია 1921 წელს და რამდენად ხედავთ როგორც ისტორიკოსი პარალელებს დღევანდელობასა და 100 წლის წინანდელ დრამატულ მოვლენებს შორის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ოკუპაცია პრინციპში ჩვენ რატომღაც მხოლოდ ერთ დღეზე დავყვავს და სიმბოლურად ჩვენ რაღაცა კოლექტიურ მეხსიერებაში ეს დაყვანილია მხოლოდ 25 თებერვალზე და თბილისში წითელი არმიის შესვლაზე. რეალურად ოკუპაციის მომზადებასაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი უდგა წინ, უშუალოდ ოკუპაციის პროცესი და შემოტევის და საქართველოს როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია, როგორც მოიხსენებენ ხოლმე გაწითლების პროცესიც საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ის მინიმუმ შეგვიძლია რაღაცა დავყოთ ეტაპებად და ჯამში 5 კვირას მაინც მოიცავს. თუმცა მთავარი ოკუპაციის მთავარი გამოვლინება იყო არა 25 თებერვალი ან 18 მარტი, როცა ფაქტობრივად მთელი საქართველო დაიკავა წითელმა არმიამ, არამედ ის რაც შემდეგ მოხდა. რაც შემდეგ დაიწყო მარტში, აპრილში, მაისში და პრინციპში შემდეგი წლების განმავლობაში. რაც შეეხება უშუალოდ ოკუპაციის პროცესს, აქ ძალიან რთული მოცემულობა იყო და რთული პროცესები ვითარდებოდა და ცოტა ტრაგიკულიც კი იყო ის თანხმედრები, რაც ხდებოდა ვთქვათ ევროპულ რეალობაში ჩვენი აღიარების კუთხით და ამავდროულად საბჭოთა რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მომზადების პროცესში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი მცდელობა ოკუპაციის საერთოდ არ ყოფილა 21 წლის ვთქვათ თებერვალი, იმიტომ რომ საბჭოთა წითელმა არმიამ პირველად საქართველოს დაკავება და სრულფასოვანი ოკუპაცია 1920 წლის მაისში. მას შემდეგ რაც ძალიან სწრაფად პრინციპში ამას მეხსენები როგორც რკინიგზის სიჩქარით მოხდა ბაქოს დაკავება და აზერბაიჯანის ოკუპაცია, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში საბჭოთა ხელისუფლების საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელები მაინც მოწოდნებული არ იყვნენ საქართველოს გაწითლებით, მათი კავკასიის წარმომადგენლობა და განსაკუთრებით სერგო ორჯონიკიძე აქტიურობდა, რომ 1920 წლის მაისშივე მომხდარიყო საქართველოს ოკუპაცია და ამისთვის ემზადებოდნენ, ამისთვის ცადეს. სადაც შემოუტიეს კიდეც, გადმლახეს კიდეც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი, თუმცა მაშინ ქართული ჯარი საკმაოდ ეფექტურად მოქმედებდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწევდა, პირიქით მოიგერია, არათუ ოკუპაცია მოხდა, არამედ მოიგერია და თან აქ უცნაური ის იყო, უცნაური კი არა, პრინციპში ლოგიკური იყო ის, რომ არა მხოლოდ საზღვარზე შემოუტია საბჭოთა წითელმა არმიამ, არამედ ამავდროულად თბილისში სცადეს აჯანყება, ამავდროულად გორის მაზრის, ცხინვალისა და ჯავის რაიონში აჯანყეს ოსები და სხვა ქართველი ბოლშევიკები აქტიურად მოქმედებდნენ. ანუ ეს იყო რაღაც კომბინირებული მოქმედება, რომლის შედეგიც როგორც თავის დროზე სერგო ორჯონიკიძე წერდა დაახლოებით 16 მაისისთვის და 1920 წლის 16 მაისისთვის მათ უნდა აიყოთ დედაქალაქი თბილისი, ჩრდილოეთიდან უნდა შემოჭრიყვნენ და ეკავებინათ გორი, გაეკონტროლებინათ რკინიგზა და შემდეგ უკვე მოახდინათ ოკუპაცია. მაშინ არ გამოვიდა ეს და პირიქით, მაშინ პრინციპში რაღაცა ერთგვარი დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ დამთავრდა იმით, რომ 7 მაისს უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელთაც საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და საინტერესოდ ცნო ფაქტობრივად იმ საზღვრებში, რომელშიც ის მოქმედებდა. თქვათ იგივე აფხაზეთის, სოხუმის ოლქის შემადგენლობით, ბათუმის ოლქის, რომელიც ამ პერიოდში კიდე არ იყო სრულად დაბრუნებული საქართველოს შემადგენლობაში და არანაირი პრეტენზიები რუსეთს არ გააჩნდა სასაზღვრო კუთხით. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო რომ ჩვენ მივიღეთ ჩვენი ყოფილი, ასე ვთქვათ, მეტროპოლიისგან, ყოფილი იმპერიის ცენტრისგან დამოუკიდებლობის აღიარება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო უბრალოდ ოკუპაციის გადავადება. ანუ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს აღიარება, იმიტომ რომ ამით უკვე ჩვენ ევროპა გწნობდა, რადგან ყოფილი მეტროპოლია გწნობდა, ამის შემდეგ პრინციპში დაიწყო რაღაც უფრო ფარული მზადება. და როგორ მოხდა ეს მზადება?
და რამდენად ესეთი რაღაცა განსაზღვრული თარიღი, როდის გეგმავდა საბჭოთა ხელისუფლება არ ჩანდა. ქართულმა დაზვერვა მოიპოვა ბაქოდან სხვადასხვა საიდუმლო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ლოგიკურიც იყო პრინციპში, რომ ასე მოხდებოდა, სადღაც 21 წლის მარტ-აპრილში უნდა დაწყებული იყო წითელი არმიის შემოსვლა და დაკავება, ეს ჰქონდათ გეგმა. იმიტომ რომ აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ 1920 წლის დეკემბერში უკვე საბჭოთა ხელისუფლება ნოემბრის ბოლოს დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა სომხეთში, თუმცა სომხეთი მაინც ამას ოკუპაციად ბოლომდე არ თვლიდა, იმიტომ რეალურად მათ თვითონ მოიწვიეს საბჭოთა ჯარები, იმიტომ რომ ამ დროს ანგორაში გამაგრებული ქემალის ჯარებმა შეუტიეს და ფაქტობრივად ერევნისგან და ყველაფრის ოკუპაცია მოახდინეს, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს უფრო დიდი ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც თურქეთისგან მოდიოდა, აერიდებინათ და ამიტომ ფაქტობრივად კარი გაუღეს საბჭოთა ჯარებს და უძველად შეიყვანეს. თუმცა იქ იყო მოლაპარაკება, რომ რაღაცა არსებული ხელისუფლებას უნდა დარჩენილიყო. პრინციპში ამის რაღაცა სერიოზული საფრთხეთ განხილვა არ წყდებოდა, თუმცა უკვე როცა ბაქო დაიკავეს, როცა ბრიტანული ჯარები საერთოდ გავიდა კავკასიიდან, უკვე რაღაცა ერთგვარად კვანძი იკვრებოდა ჩვენს გარშემო, რაღაცა უფრო და უფრო ვიწროვდებოდა ეს რაღაც რაშიც ამოვყავით ეს ლომის ხახაში, იმიტომ რომ სამხრეთიდან უკვე ძლიერდებოდა ოსმალეთის ნანგრევებზე წამოსული თურქეთი, ანგორის მთავრობა, ჩრდილოეთიდან უკვე წითელ არმიას სულელად ჰქონდა დაკავებული, აქეთ უკვე აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი დაიკავა, შემდეგ უკვე სომხეთი და რაღაც ლოგიკური გაგრძელება იყო, თუმცა ამას უფრო მზადება მიმდინარეობდა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაზაფხულზე, იმიტომ რომ ამას მოწმობდა საიდუმლო დოკუმენტები, უბრალოდ ოკუპაცია დააჩქარა ევროპაში განვითარებულმა მოვლენებამ. 1921 წლის 20 წლის დეკემბერში და 21 წლის იანვარში დაიწყო ესეთი პროცესი. საფრანგეთის მთავრობაში მოვიდა არისტიდ ბრიანი, ეს იყო სოციალისტი პოლიტიკოსი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მან დაიწყო ის პროცესი, რომელიც მანამდე დიდად ვერ დაიძრა, მოხდა დე-იურე აღიარება საქართველოსი 1921 წლის იანვარში და საინტერესო დე-იურე აღიარებამდე ერთი დღით ადრე, რადგანაც ეს პროცესი უფრო გახმაურებული იყო, კრემლშიც მიიღეს გადაწყვეტილება საბოლოოდ რომ მოხდა იყო საქართველოს ოკუპაცია. ნუ ერთის მხრივ ჩვენ გცნო ერთი და იგივე ეს ხდება ერთი დღით წინ უკან, ერთის მხრივ ჩვენ გცნო დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებმა ამერიკის გამოკლებით, თუმცა ამერიკა ამ პერიოდის მსოფლიო საგარეო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი როლის მოთამაშე არ იყო, რადგან ისინი ჩაკეტილი იყვნენ უფრო თავიანთ კონტინენტზე და მეორე მხრივ მოსკოვში მიიღეს ჩვენი საბოლოო ოკუპაციის გადაწყვეტილება. ეს პრინციპში ლოგიკური იყო მოსკოვის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მათ შენიშნეს უკვე სერიოზული საფრთხე, რომ ჩვენ ვარღვევთ რაღაცა იმ იზოლაციას, რაც არსებობდა ჩვენს გარშემო, უკვე ჩვენს გრძნობდნენ დასავლეთის სახელმწიფოები, ამასთანავე ბრიანი ამბობდა, რომ არამხოლოდ უნდა ვეღიარებინათ, არამედ ჩვენთვის სამხედრო დახმარება გაეწიათ, რომელიც სხვათა შორის შემდეგ ჩამოვა, მაგრამ უკვე ოკუპირებული ოკუპაციის პირობებში, მთლად ოკუპაცია არ არის, მაგრამ რაღაც ნაწილი შემოვა, აქ კიდე არის რაღაცეთი სიმბოლური აქტი, რომ ფრანგული საზღვაო არტილერია გვეხმარება ჩვენ ფრონტზე გაგრასა და გუმისთის მიდამოებში და ეს რაღაცა გამოდის ისე რომ ტრაგიკული ორმაგად გამოდის, რომ როცა დაიწყეს რეალურად ჩვენი დახმარება დასავლეთში და რაღაცა ის ორწლიანი იზოლაციის გარღვევა, მაშინ უკვე საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვეტა, რომ საბოლოოდ მოეღო ბოლო ამგვარ დამოუკიდებლობას. თუმცა მანამდე იყო რაღაცა გარკვეული იდეები, რომ თვითონ საბჭოთა ხელისუფლებისთვის, რომელიც თვითონაც იზოლაციაში იყო, საქართველოს ყოფილიყო ერთგვარად ბუფერი. ამ დასავლეთსა და მათ შორის, თუმცა მას შემდეგ რაც ბაქოს ოკუპაცია მოხდა, უკვე ლოგიკური იყო, რომ ამის გაგრძელება უნდა ყოფილიყო ბათუმი. შესაბამისად საქართველოს ოკუპირებაც, იმიტომ რომ მაშინდელ მსოფლიოს ეკონომიკურ რუკაზე ეს კვანძი ბაქო-ბათუმი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისი ნავთობის გამო. დღევანდელობასთან კავშირი რომ დავიჭიროთ, ასე რომ ვთქვათ, აი რით თქვენ თუ გაგონებთ და ეს იყო ჩემი კითხვა და როგორ გავს ეს მოვლენები ერთმანეთს. ჩემთვის ეს უშუალოდ 21 წლის ოკუპაციაზე სიმბოლური რაღაც ასოციაციები მუდმივად გაჩნდება. სანამ ასე ვთქვათ, ჩვენს გარშემო ეს რუსული რკალი და ეს მისი იმპერიული ხედვები იარსებებს. ჩემთვის უფრო ასოციაციას იჩენს და უფრო საშიშია ის, რაც ხდება, რაც ჩვენ გქონდა 21 წლამდე და რაც ახლა ჩდება, ეს არის იზოლაცია. იზოლაცია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთვის ყოველთვის სრულდება ერთ იმპერიას ხახაში აღმოჩენა. და მაშინ ჩვენ ძალიან დიდი დიპლომატიური რესურსები გავიღეთ, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ იმისთვის, რომ იზოლაცია გაგვერღვია. და სამწუხაროდ დაგვიანებით შევწევით. დღეს თითქოს იზოლაციის გარღვევიდან ჩვენ ბრუნდებით ისევ იზოლაციაში და საბოლოოდ ბრუნდებით ეს იზოლაცია ვიცით რასაც ნიშნავს? ეს ნიშნავს რუსეთის იმპერიაში სხვადასხვა ფორმით დაბრუნება.
ჩვენი რეგიონიდან გამომდინარე ყველაზე სახიფათო არის ეს არა უშუალო თქვა ოკუპაციის პროცესი, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ მოხდეს ისეთი მსხვერპლი, ღია მსხვერპლი ადამიანის, არამედ ეს განგრძობადი იზოლაციის შედეგი რაც იქნება. შეგვიძლია დავარქვათ პერმანენტული ოკუპაციაც, რომელსაც უკვე სხვა ფორმებით გამოხატავს და დღეს უკვე აღარ არის აუცილებელი რომ აქ რაღაცა როგორც ორჯონიკიძე ბაქოდან წერდა და არა თბილისიდან, როგორც ხშირად ვამბობთ თბილისის თავზე წითელი ალამი ფრიალებს, არ არის აუცილებელი რომ ის სამფეროვანი რუსული დროშა აფრიალონ თბილისის თავზე, აქ უკვე შეგვიძლია უფრო რბილი ფორმებით მოხდეს მისი გამოვლინება. ამიტომ თავარი ეს რაღაც ცუდი ასოციაციები რაც მიჩნდება ეს დაკავშირებული არის ისევ და ისევ იზოლაციონიზმთან, ისევ ჩაკეტილობასთან და იმ რაღაცა ნაშენები ძალიან დიდი წვალებით 30 წლის განმავლობაში ალბათ თუ კარგად ნაშენები ხიდების დაწვა დასავლეთთან და სხვა რეალთან და არა იქ დაბრუნება, რაშიც სამწუხაროდ ჩვენს გარშემო ბევრი ქვეყანა არის და ეს ძალიან საინტერესოა. აი ასოციაციები არა მხოლოდ რუსეთისგან წარმოვალმა განცხადებებმა გაგვიჩინა, არამედ თუნდაც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან გაცხადებულმა რაღაც ძალიან ხისტმა ჩარევებმა შეგვიძლია ვთქვათ, იქ საფრანგეთს დამუქრება, დასავლეთისადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, იმიტომ რომ ალიევი მართალია ცდილობს რუსული სივრციდან გამოსვლას და იქ თურქეთი დაბალანსებას, მაგრამ ისიც მაინც ამ ავტორიტარულ სისტემის და ავტორიტარული წვის ნაწილია. ამიტომ ეს ჩვენთვის ეს იზოლაციონიზმი სწორედ არის ეს ავტორიტარიზმი, რუსული მმართველობის სტილი და რაღაცა სხვადასხვა ფორმით ეკონომიკური თუ პოლიტიკური ოკუპაცია, რომელსაც საერთოდ არის აუცილებელი რომ რაღაცა იარაღის როლით და მასობრივი დახვრეტებით შემოიფარგლოს. დიდი მადლობა, ქალბატონ ანა, თქვენთან გადმოვალ თითქმის იგივე შეკითხვით, თქვენ თუ ხედავთ მსგავსებას 1921 წელთან, აი როგორი იყო მაშინდელი საზოგადოება, მაგალითად როგორი იყო მწერლობა, ლიტერატურა, წინააღმდეგობა თუ იყო, რაში გამოიხატა და როგორ გამოიხატა ეს წინააღმდეგობა აი ამ კუთხით რომ გავშალოთ. გმადლობთ მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. მეც ამ კითხვაზე პასუხს უფრო კონტექსტის ანალიზით დავიწყებდი. ეს 21 წლების ის პოლიტიკური და ისტორიული შედეგი, რომელიც 21 წელს ოკუპაციის სახით დადგა და რომელიც ჩვენს ისტორიაში, როგორც მაგალითად ჩვენც ვასწავლეთ, როგორც დღეს საგამოთო სივრცეში, მაინც ასე არის მიწოდებული და როგორც ახლა აქ ითქვა, ერთ დღეში, ერთ თარიღზე არის რაღაც სიმბოლურად კონცენტრირებული მთელი ეს პროცესი. ლიტერატურის თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ ის რაც შემდეგ ხდება ოკუპაციის შემდეგ, ის არ დაწყებულა მხოლოდ ამ თარიღთან არ უნდა დავაკავშიროთ. პირველ რიგში რაც ამ თარიღით მოხდა, ეს იყო პოლიტიკურ დონეზე ჩაიკეტა ევროპული პერსპექტივა და ევროპული რეალობა, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი ისტორიული წინაპირობა. აი მე-19 საუკუნეში ცარისტული რუსეთის პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ ძლიერი იყო მითი იმის შესახებ, რომ რუსეთი არის მხსნელი და რუსეთმა შეიძლება ჩვენ გადაგვარჩინოს აღმოსავლური აგრესიისაგან და იდენტობის დაკარგვისაგან და რუსეთი არის ის, რომელიც ჩვენ შეგვინარჩუნებს მართლმადიდებლობას და შეგვინარჩუნებს ქართველობას. პირველი კრიტიკული რეფლექსიები და პირველი კრიტიკული განსჯები ჩნდება სწორედ მე-19 საუკუნიდან. სხვათა შორის ამ თვალსაზრისით წმინდა ლიტერატურის პერსპექტივიდან ველაპარაკოთ, ძალიან საინტერესო არის ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელშიც არის პრობლემატიზებული ეს არჩევანი საკითხი პრობლემატიზებული, მაშინ როდესაც მისი უშუალო წინამორბედების ხედვა უფრო ორიენტირებული იყო შორეულ წარსულზე, თუნდაც აი ქართლის ცხოვრებაზე და ჩვენს დიდ წარსულზე და შეიძლება ითქვას, რომ აი ამ რუსულ მითოლოგიას რაღაც ქართული რაღაც ეროვნაციონალური მითოლოგია უპირისპირდებოდა და აი რეფლექსია განსჯა უფრო აი პრობლემა და აი ჩვენი არჩევანი როგორც ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული საკითხი არის ბარათაშვილთან აი სწორედ აი ცნობილ სიტყვებში ვინ შეიწყნა რუსმა ქართველი და როგორ შეიძლება აი როგორც აი ტექსტში არის მოცემული რომ რუსთა მეფემ აგვისრულოს ჩვენ რაც ჩვენ გვწადია და საერთოდაც აი ამ პერიოდში არა მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში არამედ ესთეტიკური პოეტიკის დონეზეც რაც ხდებოდა და რაც იყო აი ევროპულ კულტურულ კონტექსტთან ლიტერატურული კავშირის
გამოვლენა ღრმავდება, ძლიერდება ეს მთელი მე-20 საუკუნის, უკაცრავად მე-19 საუკუნის ტენდენცია ამ ნიშნით მიდის. საქართველოში არის ძალიან საინტერესო დავები, მსჯელობები, უბრალოდ იმასთან დაკავშირებით რა არის ნაციონალიზმი, რა არის კოსმოპოლიტიზმი, ამ დროს ჩნდება ეს მარქსისტული ლიტერატურაც და ეს ძალიან საინტერესო რელიეფი არის ლიტერატურის თვალსაზრისით. მაგრამ ძალიან საინტერესო თაობა ჩნდება და აი ამ ტენდენციებმა შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულად საინტერესო გამოვლენა, უაღრესად საინტერესოდ გამოვლინდა სწორედ აი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. უბრალოდ აი ოკუპაცია ამდელ პერიოდში, აი 3 წლის ჩვენი თავისუფლების პირობებში და აი აქ გაჩნდა შეიძლება ითქვას ახალი სუნთქვა, რომ ქართული სახელმწიფო მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ აი სახელმწიფოდ ყოფნა როგორ მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ აი შემოქმედებით ძალებს და აი შემოქმედებით გონს კონდეს მოპასუხე პოლიტიკური რეალობის სახით. აი შემოქმედებითი პროცესებიც კვდება მაშინ, როდესაც აი ესეთ პოლიტიკური კონტექსტი, საკუთარი პოლიტიკური კონტექსტი, საკუთარი პოლიტიკური იდენტობა არ აქვს. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ვთქვათ ამოფრქვევა, რომელიც აი პერიოდში ამ 3 წლის აი ამ 3 წლის პერიოდში ხდება, განპირობებული იყო ამით. ხოლო 21 წელს ხდება ფატალური პროცესი, არა მხოლოდ ვთქვათ ლიტერატურისთვის და საკუთრივ ლიტერატურისთვის იყო ეს, რომ აი პირდაპირ იკრძალება თანდათანობით, უკვე ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ეს უცებ არ ყოფილა, ეს განსაკუთრებით ინტენსიური 30-იან წლებში ხდება, მაგრამ უკვე ფერ ხდება აზროვნება, განისაზღვრება, პოლიტიკურად ხდება განსაზღვრა იმით, თუ როგორ უნდა წერდეს მწერალი, რაზე უნდა წერდეს ის და რატომ უნდა წერდეს ეს. და შემოქმედებითი პროცესი, მოგეხსენებთ, ეს არის თავისუფალი პროცესი, საერთოდ შემოქმედების სივრცე ეს არის რეალობის დადგენის სივრცე, ხო? აი შემოქმედი ადამიანები ახდენენ ეს ასე ვთქვათ სინჯს უღებენ რეალობას, მათ შორის პოლიტიკურ რეალობას და ეს დამოუკიდებლობის ავტონომიურობა ხელოვანს არ უნდა ქონოდა საბჭოთა რეალობაში. გავიხსენოთ, ამის ძალიან კარგი მაგალითია ლავრენტი ბერიას ცნობილი სიტყვა მეათეყრილობაზე კომუნისტური პარტიის, რომელშიც ის პირდაპირ აი ეს დირექტივებს გასცემს და თვითონ როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი რეალურად აანალიზებს ამ პროცესს და ეს მუხარა თითის დაქნევა იმ ტრიბუნიდან რეალურად შემდეგ გადაიქცევა კიდევაც სისხლიან რეპრესიებად. წინააღმდეგობის ნაწილზე მინდა ხო, აი ეს გამორჩა ბოდიში წინააღმდეგობის თვალსაზრისით საინტერესო არის ის, რომ პირველ ეტაპზე ეს ამ პროცესმა გამოიწვია ესეთი რაღაცნაირად ის კოლაფსი საზოგადოების, ხო? ეს ოკუპაციას, კი, აი ეს ცნობილი სიტყვები, რომ თბილისს ეხურა თაღდა დუმდა. აი ეს სხვა შორის აი თუ მაინდა-მაინც შედარების თვალსაზრისით მიდივართ, ამას შევადარებდი არჩევნების შემდეგ ხალხი როგორ გაირინდა და სხვათა შორის ეს აქვთ კიდევაც არგუმენტად, რომ აი თუ არჩევნები გაყავდა, ხალხი რატო გაჩუმდა და რატო არ გამოვიდა მეორე დღეს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ეს ცოცხალი სოციალური სხეულია და აი იმდენად არტყმა მიიღო აი ამ შედეგებით საზოგადოებამ, რომ გარკვეული დრო სჭირდებოდა გამორკვევას, იმიტომ რომ მოლოდინი თანამედროვეზე რო ვისაუბროთ, მოლოდინი იყო ისეთი, რომ ჩვენი ხელისუფლება და პოლიტიკური სახელისუფლება პოლიტიკური ელიტა მზად იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო პოლიტიკური კულტურის გრადაცია, გადასვლა შემდეგ საფეხურზე. ეს რა თქმა უნდა არ იქნებოდა რაღაცა იდეალური, მაგრამ იქნებოდა რეალისტური და რაღაცნაირად მორალურადაც ყველანი განწყობილი ვიყავით ამ რეალობის მისაღებად, მაგრამ ის რაც მოხდა, რა რესურსიც დაიხარჯა საერთოდ აი ამ ეს არჩევნების გაყალბება კი არ იყო. მე ვფიქრობ, ეს იყო რეალობის ფალსიფიკაცია თვითონ და აი ისეთი მექანიზმების ზეწოლით მოხდა ამ შედეგის მიღება, რომელიც უბრალოდ არჩევნები, რა თქმა უნდა, არჩევნები რეზულტატურია ამ თვალსაზრისით, მაგრამ მოხდა რეალობის ტოტალური გაყალბება. ეს ხალხი ქუჩაში ამდენი ხანი რო არის, ის იმის გამოხატულებაა, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს რეალობა, რომელსაც თქვენ თავზე ეს არ არის. აქ მართლა არ არის ლაპარაკი მხოლოდ უბრალოდ პოლიტიკური აქტორები, ვინი იქნებიან ან პოლიტიკურ სუბიექტებზე მიმართ პროტესტი არ არის ლაპარაკი. უბრალოდ ეს რეალობა, რომელსაც თქვენ გვეუბნებით, ჩვენ რომ ეგ რეალობა არის საქართველოში. ეს რეალობა არ არის საქართველოში. ეხლა მე
ვფიქრობ, რომ განსხვავება უფრო მეტი იმდენად რაოდენობით თვისებრივი განსხვავება მგონია ხა მაშინდელ დროს და დღევანდელ დროს შორის არის და ეს გამოიხატება იმაში, რომ თანამედროვე საზოგადოება დღეს არის მთავარი ფიგურანტი და მთავარი აქტორი. ეს გასული საუკუნის დასაწყისში ეს ასე არ ყოფილა. იმიტომ რომ საზოგადოების მომწიფებას, თქვათ, ინდივიდები ყოველთვის არიან ხოლმე, ხო, რომლებიც პოლიტიკურად არიან მომწიფებული და სხვა შორის პოლიტიკური ინდივიდუალური პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი უფრო საინტერესო და შეიძლება უფრო კომპეტენტურიც იყოს და უფრო მორალურიც შეიძლება იყოს, ვიდრე თქვათ შეიძლება ეს თანამედროვეზე შეიძლება ველაპარაკოთ აი პოლიტიკური პოლემიკის კულტურა, თქვათ, რომელიც მე-19 საუკუნეშიც არსებობდა, განსაკუთრებით გავიხსენოთ თქვათ ილიასა და ნოე ჟორდანიას პოლემიკა. ეს ძალიან საინტერესო არის, მაგრამ მაშინ არ იყო საზოგადოება, აი ეს კოლექტიური ცნობიერება, აი მზად იმისთვის, რომ მათ გაეკეთებინათ ეს რაციონალური, უბრალოდ შეეფასებინათ საფრთხეები და სწოდნოდათ რა მოითხოვონ. ამ დღეს საზოგადოების ყველა წარმომადგენელი ფენა არ დარჩა, საიდანაც ეს ხმა არ ისმის რა სურთ მათ და აქვთ ეს გააზრებული არგუმენტები, რომ აი ჩვენ ევროპა გვინდა, ამიტომ ყველა სფეროს წარმომადგენელი გვეუბნება რაციონალურ პასუხს, რატომ უნდათ მათ ევროპული არჩევანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეხლა პოლიტიკა ესეთი ამბავი არც შეიძლება ვთქვათ ჩვენ ძალიან ვიყოთ ინფორმირებული იმაში თუ რა ხდება გლობალურ პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენ საქმეს რომ ჩვენ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვწყვეტეთ და ჩვენ გვესმოდეს რა საითკენ მივდივართ, ამ თვალსაზრისით ძალიან საიმედო არის ის, რომ ქართული საზოგადოება ქართული საზოგადოება აცნობიერებს თავის არჩევანს და ის არის ამ პროცესების სუბიექტი. დიდი მადლობა. წინააღმდეგობაზე საუბრით გავაგრძელებ თქვენთან ირაკლი და წინააღმდეგობაზე კითხვით. ერთ-ერთი გავრცელებული მითი, რაც არსებობს პირველ რესპუბლიკაზე, არის ის, რომ თითქოს თბილისის დაცემის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა დატოვა უბრძოლველად და გადააბარა ის წითელ არმიას. ისტორიის ესწავლი მიჩქმალულია, მაგალითად ჩვენ არ გვასწავლიან სკოლაში, რომ გვასწავლეს უბრალოდ 25 თებერვალს არ დასრულებულა და მას შემდეგ კიდევ მინიმუმ 3 კვირა იბრძოდა ქართული გვარდია, იყო 4-5 მარტის ბრძოლები ხაშურის რაიონში და ლიხის ქედზე, იყო 9 მარტს დაეცა ქუთაისი. წინააღმდეგობა იყო შემდეგაც, ოკუპაციის შემდეგაც აქ მთელი რიგი აჯანყებები მოხდა ხომ? ეს წინააღმდეგობა არ გაჩერებულა. არ გაჩერდა მანამ სანამ ფიზიკურად არ გაანადგურეს ყველა მოწინააღმდეგე. 37 და 38 წლის სისხლიანი რეპრესიები დაასჭირდა ამ წინააღმდეგობის დაძლებას. თქვენ ერთის მხრივ რამდენად ხედავთ საფრთხეს, რომ დღეს ამ მზარდი პროტესტის და მზარდი წინააღმდეგობის ფონზე მოხდეს ისტორიის განმეორება. მაშინდელი პროცესები თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ ხდებოდა ეს და დაუკავშიროთ დღევანდელობას. ხო, ეს წინააღმდეგობა შეგვიძლია რაღაცა ეტაპებად დავყოთ. ერთი ეს არის წინააღმდეგობა თვითონ ოკუპაციის, სამხედრო ოკუპაციის პროცესში 21 წლის 12 თებერვლიდან 18 მარტამდე. მეორე ეს არის 21-დან 24-მდე, თვითონ 24 წელი და 24-დან შემდეგ რაც ხდება. მე ბოლოდან დავიწყებ, ძალიან საინტერესო ერთი დოკუმენტი არსებობს. დამხმარებელი კრების წევრი იყო ასეთი ქალბატონი ელისაბედ ბოლქვაძე, რომელიც 1927 წელს დააკავეს ციმბირში და ბრალად ედებოდა ციმბირში ანტისაბჭოთა მენშევიკური ცენტრის ხელმძღვანელობა. ეს ქალბატონი ბოლო წლების განმავლობაში სულ ავად იყო, მაგრამ მაინც ამგვარი ბრალდება ჰქონდა და ერთ-ერთი დაკითხვისას ის ამბობს, რომ მას არასდროს არ შეუწყვეტია არათუ იმ კონკრეტულ მომენტში იყო ანტისაბჭოთა საქმიანობის რაღაცა ფორმით. ის ამბობს, რომ მას უკვე აღარ შეეძლო, დავრდომილი იყო, მაგრამ მისი ყოველი სიცოცხლის დღე, მისი ყოველი რაღაცა წერილი იყო, ეს იყო ანტისაბჭოთა საქმიანობა. თქვათ ამ საგამოძიებო პროცესისთვის თვითონვე აკვალიფიცირდებოდა, რომ ის წინააღმდეგი იყო საბჭოთა ხელისუფლების, იმიტომ რომ ის იყო ანტიდემოკრატიული, ის იყო თქვათ საქართველოში მით უმეტეს საოკუპაციო რეჟიმი იყო ფაქტობრივად და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა პირველ ეტაპს,
აქ უამრავი მითია, არა მხოლოდ ეს რომ წინააღმდეგობა არ გაწიეს, კიდე მითია რომ თბილისში მხოლოდ იუნკრები იცავდნენ. წარმოუდგენელია იმ მასშტაბის ქალაქის, თქვათ, დაცვა, იმ მასშტაბის სიმაღლეების გაკონტროლება 170 იუნკერით, ეს უკვე გააზრებულია ეს ამითის პრობლემატურობა. მეორე მითი, რაც ასე ვთქვათ, აქტიურად მუსირებს, რომ ყველა იუნკერი დაიღუპა და ამ დროს გვაქვს ჩვენ სიებით დათვლილი, რომ 9 იუნკერია დაღუპული, 45 დაჭრილი და ვიცით რეალურად რამდენად გმირულად იბრძოლეს იუნკერებმა და საერთოდ არ არის საჭირო ეს რაღაცა დამატებითი მითის შექმნა ამ მიმართულებით და რეალურად თბილისის დაცვის პროცესში ჩართული იყო 10-დან 12,000-მდე სხვადასხვა სამხედრო შენაერთი, მათ შორის იყვნენ იუნკერები 170, როგორც ვახსენეთ, იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჯარის და გვარდიის, რომლებიც მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ და თვითონ თბილისის დატოვებასთან დაკავშირებითაც არის მითი, რასაც ხშირად გვესმის, რომ თითქოს დატოვების ბრძანება მიიღო ნოე ჟორდანიამ და ეს პირველი რესპუბლიკა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ინსტიტუციების თვალსაზრისით, რომ არც კი ხდებოდა რაღაცა ისეთი მუდმივი მორღვევა ამ ინსტიტუტების და ამგვარი ინსტიტუციური ჩარჩოებიდან გამომდინარე, უკან დახევის ბრძანების გაცემა, ქალაქის დატოვების ბრძანების გაცემა ერთ-ერთი შეეძლო მთავარ საკითხს. და ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო არა ნოე ჟორდანიამ, რომლის მიღების უფლება არც გააჩნდა მას არსებული კანონებით, არამედ მიიღო გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, რომელსაც ჰქონდა რაღაცა სამხედრო სტრატეგია, რომ ის დატოვებდა ქალაქს, გამაგდებოდა მცხეთაში. თუმცა მას შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითონაც აღიარებს, რომ წინააღმდეგობას უწევდა როგორც პოლიტიკოსები, ჟორდანიას მხრიდან ასევე სხვა სამხედრო ლიდერებიც, რომ თბილისის დატოვება ეს იყო კატასტროფა. თუმცა კვინიტაძეს ჰქონდა ესეთი გეგმა, რომ შესაძლოა არტყაში მოქცეულიყო და იყო ამის საფრთხე თბილისი, ამიტომ ჯობია ქალაქი დავთმოთ, გავიდეთ მცხეთაში და იქიდან დავიწყოთ კონჩეტევა და იქ განვლაგდეთ. რაც საბოლოოდ არ გამოვიდა. როგორც ახსენეთ, მეორე მნიშვნელოვანი ბრძოლა, არც მცხეთაში გამოვიდა ბრძოლა, არც გორში და საბოლოოდ ოსიაურთან მოხდა ეს მნიშვნელოვანი შეტაკებები. იქაც სამწუხაროდ გაუთვალისწინებელი ფაქტების მთელი კასკადი მოხდა და დავტოვეთ აღმოსავლეთ საქართველოს, თუმცა ბრძოლა გრძელდებოდა კიდევ რამოდენიმე კვირა. და ეგ რა როდესაც ხდებოდა უკვე ემიგრაციაში მთავრობის წასვლა, რომელსაც თავისი ისტორია აქვს და ეს არ მოხდა რაღაცა ისე სპონტანურად. მაშინაც კი ამ წასვლის წინა დღეს მოვიდა წერილი სამტრედიიდან, სადაც იდგა ჯავსნოსანი მატარებელი იმ პერიოდის ასე ვთქვათ ეროვნული გმირის ვალოდია გოგუაძის ხელმძღვანელობით ეს მატარებელი ამბობდა რომ კვლავ რჩება მთავრობის ერთგული და მზად არის გადავიდეს მტერთან კონჩეტევაზე და აიღოს ვთქვათ სამტრედიის შემდეგ დასახლებები და გავიდეს ქუთაისში. ანუ ეს ბრძოლის სურვილი კიდევ არსებობდა, მაგრამ რეალობა უკვე ძალიან შეცვლილი იყო და საბჭოთა ხელისუფლება კიდევ უფრო იკავებდა ამ ქალაქებს. საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული დამფუძნებელი კრების მხრიდან სწორედ ბათუმში, სადაც ჩვენი სტუდია აქედან რამოდენიმე ასეული მეტრის ახლოს, ასე ვთქვათ, მეზობლად და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ნაწილი, შემცირებული ნაწილი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის ნაწილთან ერთად წავა ემიგრაციაში, საიდანაც იბრძოლებს საქართველოს დეოკუპაციისთვის და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ პერიოდის პოლიტიკური კლასი დაახლოებით 150-მდე ესეთი გავლენიანი პოლიტიკოსით შემოიფარგლება. აქ არის მთავრობის წევრები, აქ არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მაზრების ხელმძღვანელები და არიან მთავრობის წარმომადგენლები. ამ 150 კაციდან რაც შეგვიძლია დავითვალოთ, დაახლოებით 30 ადამიანი მიდის ემიგრაციაში, დანარჩენი რჩება აქ, მათ შორის რჩება ვიცე-პრემიერი, რჩება ვიცე-სპიკერი პარლამენტის, დამფუძნებელი კრების, რჩება სამხედრო მინისტრი და სხვა ლიდერები. მიდის მაგალითად ძირითადად ესეთი ფიგურები, ვისაც აქვს დელეგირება, ვისაც შეგვიძლია რომ ხელი მოაწეროს საბჭოთა ხელისუფლებასთან ერთგვარ კაპიტულაციას. რასაც სხვათა შორის საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად ითხოვს, ჯერ კიდევ 15-16 მარტს ქუთაისში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისინი ითხოვენ რომ აღიაროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საბჭოთა ხელისუფლება, რომ ეს იყო უბრალოდ გადატრიალება და არა ოკუპაცია. რაზეც მაშინდელი საქართველოს ვიცე-პრემიერი გრიგოლ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მას არ აქვს ამგვარი მანდატი, მას არ შეუძლია ამგვარ მოლაპარაკებების წარმართვა და ამგვარ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამგვარი გადაწყვეტილების უფლება შეუძლია მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს ან დამფუძნებელ კრებას. ეს ყველა ფიგურა მიდის სხვათა შორის თვითონ საბჭოთა ლიდერები მათ შორის სტალინის მოითხოვა, რომ როგორმე დარჩეს ჟორდანი აქ და ამით რაღაცა ლეგიტიმაცია მისცეს იმ საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც აქ რჩება. ქალბატონო, თქვენ მინდა გკითხოთ წინააღმდეგობაზე, როგორ გადატეხა წინააღმდეგობა საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა, რა ბერკეტები გამოიყენა ამისათვის? საბჭოთა ტოტალიტარული სისტემამ ამისთვის გამოიყენა ყველაზე უფრო ბრუტალური და უხეში მეთოდები. ეს იყო პირველ რიგში ფიზიკური განადგურებით დამთავრდა ეს პროცესი, მაგრამ მანამდე ამას წინ უსწრებდა ეს ადამიანების
დისკრედიტაცია, პროპაგანდა მაშინაც დიდი ინსტრუმენტი იყო, ფსიქოლოგიური ტერორი, ამას შედეგად მოყვა ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ განწირული იყვნენ ისინი, მაგრამ ამ თავიანთ სისტემის მიერ დევნას გადაავადებდნენ იმით, რომ სხვებს წირავდნენ და ეს რაღაცნაირად ისეთი ძალიან სავალალო ისტორიული ფაქტები შედგა იმით, რომ ტოტალური დასმენები, რომელიც იყო რაღაც თითქოს ხსნის გამოსავალი, ანუ მორალური ადამიანები მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. ეხლა ზოგი უძლებდა ამას, ზოგი ვერ უძლებდა, აი ცნობილი სიტყვები მაგალითად ტიციან დაბიძის თავისი შვილის მიმართ და დანატოვარი, რომ შენ არასოდეს შეგრცხვება, რომ მე მამის შენი ვიყავი, ან თქვა გავიხსენოთ წერალთა კავშირში პაულო იაშვილის მიერ თავის მოკლა, როგორც პროტესტი იმ რეალობის მიმართ, რომელიც მაშინ ხდებოდა. რეალურად საბჭოთა სისტემა ხდებოდა, რომ ლიტერატურა უნდა გაენეიტრალებინა იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ქმნიდნენ გარკვეულ რისკებს. თვითონ ლიტერატურა ხარ აქსაც დაადგა თვალსაზრისით. პირველი ლიტერატურა ცოდნა თვალსაზრისით საინტერესო ის, რომ წავიდა თვითკრიტიკის გზით, ამ პერიოდში ძალიან საინტერესო 20-იან წლებში ჩნდება ლიტერატურაში ავანტიურისტი პერსონაჟები. აი მაგალითად 20-იან წლების ბოლოს იწერება კვაჭი კვაჭანტირაძე, ყვარყვარე თუთაბერი, გვადი ბიგვა, აი ეს ტექსტები ძალიან საინტერესო არის ჩვენი თვითრეფლექსიის თვალსაზრისით. მეორე მხრივ საინტერესო ის, რომ თვითონ საბჭოთა მოდერნული სახელმწიფო, ეს ახალი ინდუსტრიული, ახალი პოლიტიკური რეალობა, იდეოლოგია საბჭოთა სოციალისტური ამბობდა იმას, რომ უნდა შექმნას ახალი ადამიანი, გლეხი ეს არის რაღაც გუშინდელი თხე და უნდა მოხდეს მისი მენტალური მოდერნიზება მუშრად. მუშარი იყო საბჭოთა თქვათ იდეალი, ასე ვთქვათ, სოციალური იდეალი და ლიტერატურა ცდილობდა, რომ ერთი მხრივ თან იპასუხა აი ამ იდეოლოგიურ მოთხოვნისთვის, იმიტომ რომ ამის პასუხი მისთვის გარკვეული გადარჩენის გარანტიც იყო და თან ყოფილიყო რეალისტიც, ხო? აი ამ ნიადაგზე იქმნება თქვათ სოციალისტური რეალიზმი, როგორც ესთეტიკური მოვლენა და როგორც ოფიციალური ესთეტიკა საბჭოთა კავშირის, ხო? ყველა სხვა ესთეტიკური გამოვლენა დასჯადი იყო და ხალხის მტრის სტატუსისთვის სულეთ საკმარისი იყო, თქვათ, არასასურველი ვერსიფიკაცია. ანუ ლექსწყობა, რომელთაც შეიძლება პოეტი წერდა და ეს არ გამოხატავდა, არ მიდიოდა საბჭოთა მოქალაქის გულთან. ირაკლი, თქვენთან გადმოვალ კითხვით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განადგურებაში ეთნიკურად ქართველების როლზე რომ ვილაპარაკოთ, რა როლი მიუძღვით მათ? ხო, საბჭოთა ხელისუფლებაში, საბჭოთა რუსეთის ჯერ კავშირი ცოტა მოგვიანებით პროცესია, ეს ეთნიკურად ქართველები უკვე საკმაოდ გავლენიანი ფიგურები იყვნენ, განსაკუთრებით კავკასიაში, თუმცა ცენტრშიც უკვე იოსებ სტალინი რაღაცა ქმნიდა თავის წრეს, ეს უკვე ამ პერიოდში ფაქტობრივად პარტიის არაფორმალური ლიდერიც ხდება, მართალი აღმასრულებელი ძალაუფლებები მას არ აქვს ესეთი მყარი და მხოლოდ როგორც მის თანამდებობას ერქვა რაღაცა ეროვნებათა კომისარია, თუმცა ეს ეროვნებათა კომისარი ერთგვარად არის განსაზღვრელი ამ რაღაცა ახალი სივრცეების ათვისების და ოკუპაციის ახალი ჯაჭვების შექმნის. პრინციპში ხშირად ამას ამბობენ მკვლევრები და მოიხსენებენ და შეგვიძლია დავეთანხმოთ, რომ ეს ორჯონიკიძისათვის და სტალინისათვის საქართველოს ოკუპაცია იყო ერთგვარად რაღაცა პიროვნული საკითხი, იმისთვის რომ დაემტკიცებინათ იქ ცენტრში, რომ მათ რეალურად შეეძლოთ რაღაცა ძალაუფლების ცენტრის შექმნა საქართველოში, რომელიც უკვე მოახდენდა არსებული ხელისუფლების დამხობას და იქ ახალი საბჭოთა რეჟიმის შემოღებას. ეს ფაქტობრივად მათ განახორციელეს მხოლოდ გარე ჩარევით და ოკუპაციით, იმიტომ რომ მიუხედავად წლების განმავლობაში მცდელობებისა, რომ აქ რაღაცა ძლავრი ბოლშევიკური ცენტრი შეექმნათ, ეს ვერ მოხდა. და მაგალითად შეგვიძლია დავეხსნოთ თვითონ ფილიპე მახარაძის მიერ 1921 წლის ნოემბერ-დეკემბერში მომზადებული ვრცელი ანგარიში, სადაც წერს, რომ უბრალოდ ოკუპაცია როცა დაიწყო საქართველოში, მეც კი არ ვიცოდი ამის შესახებ და თბილისში მყოფმა ბოლშევიკებმა თვითონ არ იყოფოდა თბილისში ყოფნა ბოლშევიკებმა შეიტყოს ხოლმე ოკუპაციის შესახებ, როცა წითელი არმია მოვიდა თბილისში და საერთო რაღაცა მასშტაბის და საერთაშორისო დონეზე ისინი კი არ ცხადებდნენ, რომ ეს იყო გადატრიალება, ეს იყო რაღაცა ხელისუფლების ჩამოგდება და არა ოკუპაცია. მაგრამ რეალურად
შიდა მოხსენებებში ისინი ძალიან მკაფიოდ ამბობდნენ, რომ არანაირი გადატრიალება აქ არ მოხდა და არანაირი გავლენები არ ჰქონდათ. ეგ კი არა 1924 წლის ანგარიშებში მკაფიოდ ჩანს, რომ ამ პერიოდში 3 წლის ოკუპაციის შემდეგაც კი მრავალჯერ მეტი სოციალ-დემოკრატია საქართველოში პარტიული თვალსაზრისით ვიდრე ბოლშევიკი და ეს წინააღმდეგობებსაც ხშირად კარგად აღწერენ, რომ რეალურად საზოგადოებამ ცოტა გვიან გაიგო რას ნიშნავდა ოკუპაცია. 21 წლის თებერვალ-მარტში ჯერ კიდევ მხოლოდ პოლიტიკურად აქტიური ჯგუფებში ჩნდება ეს წინააღმდეგობები, თუმცა განსაკუთრებით პოლიტიკურად აქტიურ მუშებს შორის უკვე 1921 წლის მარტიდან იწყება ერთგვარი ფარული სამხედრო ცენტრების შექმნა იმისთვის, რომ ებრძოლონ საბჭოთა ხელისუფლებას. ესეც არ არის, რომ ყველა ჯგუფი შეეგუა და გვიან გაიაზრა. გარკვეულმა აქტიურმა პოლიტიკურად აქტიურმა ჯგუფებმა, პარტიულმა ჯგუფებმა განსაკუთრებით წინააღმდეგობისთვის მზადება უკვე 21 წლის მარტშივე დაიწყეს და მაგალითად ვიცით, რომ ამგვარი ჯგუფების წინააღმდეგობის მოძრაობები თბილისში, ჭიათურაში და ბათუმში უკვე არსებობდა რაღაცა ისტორიულ ტრადიციულ სოციალ-დემოკრატიულ არეალებში. 21 წლიდან პრინციპში ეს იწყება რაღაცა პლუს ემიგრაციიდანაც ხდება ამის ინსპირირება და კოორდინირებაც, რომ დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა, 22-23 წლებში უფრო იშლება და უკვე რაღაცა ეს აჯანყებისთვის მზადებაც თანდათან ვრცელდება. და ამის პარალელურად საბჭოთა ხელისუფლება შიდა წერილებში ერთმანეთს არ უმალავს იმ რეალობას, რომ ჩვენ მართალია პროპაგანდა გავწიეთ და თუ პროპაგანდაზე ვისაუბრებთ, ძალიან საინტერესოა 21-22 წლების გაზეთ კომუნისტის და დღევანდელი პროპაგანდისტული სამთავრობო არხების შედარებაც, იმიტომ რომ მაგალითად ერთ ძალიან კარგი ისტორიულ პარალელს გავავლეთ. აი ის პროდასალურ ძალებზე და ამ აქტივისტებზე ხშირად სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანა საუბრობს, რომ ისინი დასავლეთის ინტერესებს, იმპერიალისტურ ინტერესებს ემსახურებიან. მაგალითად კომუნისტის მთავარი სლოგანი ამ პერიოდში იყო, რომ სოციალ-დემოკრატები და სხვა დემოკრატიული პარტიები ემსახურებოდნენ დასავლეთის ბურჟუაზიას და ისინი იყვნენ ლაქიები დასავლელი იმპერიალისტების. აგენტის სტატუსით არიან დახვრეტილები და გასამართლებელები. გვიანდელი ის არის ამ პერიოდში 20-იან წლებში ეს არ ჩანს აგენტის სტატუსი. აქ უფრო ჩანს, რომ ისინი მაკეთკენ მინდის. ისინი არიან არა ქართველი მშრომელების ინტერესების გამომხატველები, არამედ ესენი არიან დასავლელი იმპერიალისტების ლაქიები და მათი ინტერესების გამტარებლები. აგენტები და ასე შემდეგ უფრო ჩნდება 24 წლის აჯანყების შემდეგ და ამისთვის ამზადებენ, მაგრამ საწყის ეტაპზე აი თუ მივყვებით ამ პროცესს და გადავავლევთ თვალს, ის ძალიან შეგვიძლია რომ რაღაცა დაკოპირებულიც კი ჩანს, რომ ეს თავარი რომ ვინც ამ დასავლეთისკენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისკენ, დასავლეთის კავშირების გავლებისკენ და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სოციალ-დემოკრატები ძირითადად ამ მიმართულების არიან, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე და ხელისუფლების შემდეგაც არის ცნობილი ნოე ჟორდანიას ციტატები, რომ აი ევროპასთან ვართ და პრინციპში არ შეგვიძლია ამ გზის გარდა სხვა გზაზე ვიაროთ, ჩვენი ერთადერთი ხსნა გადარჩენა და ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზა არის მხოლოდ ეს. და აი ამას საბჭოთა ხელისუფლება ისევე როგორც დღევანდელი სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები ეწოდებენ დასავლური იმპერიალისტების ლაქიობას. და ხშირად აი ზუსტად ასე მოიხსენებენ სოციალ-დემოკრატებს იმ პერიოდის პრესაში. თუმცა ეს წინააღმდეგობა უფრო და უფრო აი როცა უკვე 21 წელს და საინტერესოა რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება თავიდან რაღაც ამ დამოუკიდებლობის ხიბლს და რაღაც ეს მოჩვენებითობას ინარჩუნებს, იმიტომ რომ ისინი აღნიშნავენ 21 წლის 26 მაისს. პარალელს თუ გავაკეთებთ, მაგალითად ქართული ოცნებაც ღირსებით მიდიოდა ევროპისკენ. და ძალიან საინტერესო 26 წლის მაისის აღნიშვნის შესახებ, მაგალითად სტალინი პირდაპირ კრემლიდან აგზავნის დირექტივას, რომ ეს 26 მაისი შეეცადეთ რომ აღნიშნოთ და შეეცადეთ რომ გამოიყვანოთ ამ 26 მაისიდან გამოდევნოთ ის სოციალ-დემოკრატიული ხაზი. რომელიც დამოუკიდებლობაზე, რომელიც ამ ევროპელობაზე გადის და უფრო შეუფუთოთ 26 მაისი გავხადოთ საბჭოთა დღესასწაული. რაც საბოლოოდ არ გამოსდი და შემდეგ უკვე აუქმებენ საერთოდ და აღარ აღნიშნავენ. მაგრამ საწყის ეტაპზე ისინიც ამბობენ, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცა ქართული სუვერენიტეტი, ქართული სახელმწიფო სუვერენიტეტი დავიცვათ, ვიმოქმედოთ მუშებისა და გლეხების ინტერესებით და არა დასავლელი იმპერიალისტების ინტერესებით. ხო გვაქვს დამოუკიდებლობა, ხო ვინარჩუნებთ ამ ინსტიტუტებს, ხოლო ჯარი გააუქმეს სხვათა შორის. ჯარი უბრალოდ გააუქმეს და შემდეგ უკვე ის იყო საბოლოოდ გამოჟღავდა უკვე 21 წლის ბოლოს და 21 წლის ზაფხულში განსაკუთრებით როცა უკვე მასობრივი რეპრესიები დაიწყეს, ყველა დააკავეს განსაკუთრებით მუშები და სოციალ-დემოკრატები. და საბოლოოდ უკვე 21 წლის ბოლოს და 22 წლის დასაწყისში უკვე ნათელი გახდა რას ნიშნავდა ეს ოკუპაცია და ამის შემდეგ იწყება უკვე რეალური წინააღმდეგობა.
თუ შეიძლება დავამატებ, საინტერესო არის სტალინის სატიტულო ერის კონცეფცია, ხო? მისი მიზანი იყო, რომ ქართველებისგან შექმნილიყო რაღაც ისეთი ეთნოგრაფიული რეალობა. ანუ ეს უნდა ყოფილიყო ხალხი, რომელსაც არ ექნებოდა არანაირი პოლიტიკური სტატუსი. რეალურად აი ხა დღესაც, რაზეც არის ლაპარაკი, რომ ჩვენი იდენტობა და ქართველობა და დღესაც აი თუ მიაქცეთ ყურადღება, პრეზიდენტის სიტყვაში იყო აქცენტირებული ბებია ბაბუის პატივისცემა, აი რაღაცა ხო სუფრის პატივისცემა, რაღაცა ეთნოგრაფიული ელემენტები, ხო? ამას აქვს თავისი ისტორიული ფესვი, რომ ჩვენ ვიქნებ, ნახეთ, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს თავს, თუ კი ჩვენ არ გვექნება სახელმწიფო ყოფნის პრეტენზია, ან ჩვენი სახელმწიფო იქნება ნომინალური, ან ინსტიტუციები იქნებიან ნომინალურები, ხო? ისინი რეალურ დამოუკიდებელ ფუნქციას კი არ შეასრულებენ, არამედ იქნებიან ნომინალური და ამ პარალელის დაძებნა თუ გვინდა, აი ეს ნარატივები ძალიან გავს ერთმანეთს. აი ეს განცდაც, რომელიც არის აი თითქოს საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა განმტკიცდა ქართული იდენტობა და მაშინ მოხდა ამისი კრისტალიზაცია და აი ნახოთ როგორი წიგნები იწერებოდა მაშინ თუ ფილმებს იღებდნენ თუ პატრიოტული პოეზია თუ ლიტერატურა იქმნებოდა, მივაქციოთ ყურადღება რაზე არის ორიენტირებული ეს ყველაფერი, ორიენტირებული წარსულზე. ამიტომაც ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ლიტერატურა, ჩვენ გვაქვს ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურა. მაგრამ არა გვაქვს პოლიტიკური ლიტერატურა. პოლიტიკური ლიტერატურა ნიშნავს ორიენტირს არა წარსულზე, არამედ მომავალზე, რა შეიძლება აი რეალობა, ვთქვათ, რომელსაც შეიძლება მხატვრულად მწერალი ასახავდეს, ხო, რამდენად შეიძლება ეს იყოს ჩვენი სამომავლო ბედისწერა, ამაზე რეფლექსია და ეს ვერ მოხდა, იმიტომ რომ მთლიანად ლეგიტიმაცია, პოლიტიკური ლეგიტიმაცია და იდეოლოგიური ლეგიტიმაცია ჰქონდა წარსულზე ორიენტირებას და არა მომავალზე ორიენტირებას. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადასახედიდან წასაკითხი არის არა მხოლოდ ისტორია, არამედ ლიტერატურაც, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რასთან ურთიერთქმედებითაც ლიტერატურა თავის სათქმელს ამჟღავნებს, ეს არის თანამედროვეობა. ამიტომ არ არსებობს ლიტერატურის ერთხელ წაკითხვა და ვთქვათ, ვიღაცამ ძალიან კარგად წაიკითხა და შემდეგ ეს გავიმეოროთ. ყოველი ახალი დრო და ახალი რეალობა ხსნის ლიტერატურულ ტექსტებს. ამიტომ აი ამ დღეს სამწუხარო არის, ეს არის ძალიან ჩემთვის ვთქვათ, როგორც მასწავლებლისთვის ძალიან სამწუხარო არის, რომ სტუდენტისთვის თუ მოსწავლისთვის რაღაცის გაგების კარგი პირობა არის თანამედროვეობა. მე ამ შემთხვევაში მირჩევნია, რომ მას უჭირდეს გაგება და უფრო წარმოსახვით ინტელექტუალური სამუშაო ქონდეს ჩასატარებელი, ვიდრე აგერ უცებ რეალური მაგალითი მოუყვანო რეალობიდან და ამით მისთვის გასაგები იყოს რა ხდებოდა მაშინ. აი პირველ რიგში აი ამისი ჩვენი ვთქვათ, როგორც პედაგოგების ამოცანა უნდა იყოს, რა იდეა იყო ის სტალინური ნაციონალიზმი და ვფიქრობ, რომ ის რომ ეს ადამიანებმა არ იციან, ეს ბუნდოვანებაც ქმნის ნოყიენ ნიადაგს პროპაგანდისათვის. ამიტომაც არის, რომ ადამიანებს მართლა ჯერათ, რომ ისინი მხოლოდ აი ამ აი რასაც ვთქვათ, ჩვენი სახელმწიფო პროპაგანდას თავაზობს და ეუბნებათ ამ პროპაგანდაში რა რეალობაც არის, ამაში არის მათი ხსნა, რომ აი ქართველები ჩვენს თავს შევინარჩუნოთ, ჩვენს კულტურას და იდენტობას შევინარჩუნოთ, მხოლოდ აი ვთქვათ რუსულ ორბიტაზე ყოფნით, იმიტომ რომ აქ არის ჩვენი ვთქვათ გარკვეული გარანტიები და ამის საფუძველს ისინი ისტორიაში პოულობენ და სინამდვილეში აი ისტორიის სწორი წაკითხვა და ინფორმაციულ დონეზე სწორი მიწოდება არის პირობა იმისი, რომ ადამიანები გამოერგვა, იმიტომ რომ პროპაგანდა სჭირდება აუცილებლად დაპირისპირება, ხო? პროპაგანდისა დაპირისპირება შეიძლება რაღაც სინათლის შეტანა, მაგრამ პროპაგანდის მიზანი არის სიბნელის შეტანა, რომელშიც უბრალოდ საგნებს ჩვენ რეალურად ვერ ვხედავთ. მინდა გკითხოთ, თქვენიდან დავიწყო, ორივესთან მაქვს ეს შეკითხვა, თუმცა თქვენიდან დავიწყო, ნანა, თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი აზრით, კომუნისტურ პარტიაში აღზევებულმა ეთნიკურად ქართველებმა რა როლი შეასრულეს ქართული იდენტობის წაშლაში და თუ იმკის დღევანდელი საზოგადოება მათი მიღწევების ბრჭყალებში შედეგებს? პირველ რიგში მათი ღვაწლი ბრჭყალებში იყო ფალსიფიკაცია, ეს ვთქვათ ქართველის წარმოდგენები, ეს იყო სადღეგრძელო წარმოდგენები, იდენტობა, რომელიც მოკლებული არის სამოქალაქო აზროვნებას და პოლიტიკურ აზროვნებას, იდენტობა აღარ არის. ამიტომაც შეგვჭირდა ჩვენ ხელში საბჭოთა წარსულიდან სადღეგრძელო ნაციონალობა და ეს სადღეგრძელო ნაციონალიზმი აგრძელებს დღესაც არსებობას. თანამედროვე აი ეს
პოპულისტური ქართველობა ეს არის სწორედ კომუნისტურ საბჭოური წარმოშობის, რომელსაც შინაარსი არ აქვს. Აი რეფლექსიაში ვერ შეხვალ, აქ ვერ დაიწყებს მსჯელობას, აი რა ქართველობაზე ლაპარაკობ. ეს არის ცარიელი, ბუტაფორიული ქართველობა, რომელსაც აქვს თავისი სხვათა შორის ესეთი მახასიათებელი, როგორიც არის, ვთქვათ, კარიერიზმი, როგორიც არის, ვთქვათ, აი ესეთი სოციალური მექანიზმები, როგორ შეიძლება გადავრჩეთ, გავიტანოთ თავი, ვიყოთ, შევქმნათ რაღაცა სოციალური კმაყოფილება, მაგრამ ეს ყველაფერი გადაფარული იყოს რაღაც ისეთი ღირებულებით, როგორიც არის ქართველობა. მაგრამ ამის უკან არის ძალიან მერკანტილური და თავის გატანის, რაღაც ბიომასად ყოფნის შეფარვის კარგი საშუალება გახდათ ეს ქართველობა და ყველაზე უფრო მეტად საშიში და სავალალო რაც არის ის, რომ ამ თანამედროვე მენტალურ დაპირისპირებაშიც ერთ მხარეს რაღაც კონცენტრირებული არის სწორედ აი ეს ძალიან საშიში და საეჭვო ინსტინქტი, რომელიც სინამდვილეში არავითარ ღირებულებით შინაარს არ ატარებს და ეს არის ფსევდოქართველობა, მას უბრალოდ შინაარსი არ აქვს, არაფერთან არ იდენტიფიცირდება ის რეალურად. აი ეს სიცარიელი არის ყველაზე დიდი საფრთხე. იმდენად რუსული ჩექმა და ვთქვათ რუსული უშუალოდ პოლიტიკური გავლენა შეიძლება იმხელა საფრთხე არ იყოს, რამდენად ეს საფრთხე. ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ რეალურად ეს საფრთხე დაშენებული არის აი ამ იდენტობით სიცარიელეზე. და ამისი თუ ვთქვათ წარსულში გვინდა მის ძიება, საიდან იწყებს ეს სათავეს, ეს არის სწორედ საბჭოთა პერიოდში და კომუნისტურ სისტემაში გაყალბებული ქართველობა. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა იქაც რო არ ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ იდენტობას რეალური შინაარსით ინარჩუნებდნენ, ჩვენ დღეს ვერ მოვაღწევდით. ნუ როგორიც არ უნდა იყოს ტოტალური, ვთქვათ, ტერორი, ყოველთვის არ დარჩებიან ადამიანები, რომლებიც თვითონ მორალურადაც გადარჩებიან და იტვირთებენ საზოგადოების გადარჩენის პასუხისმგებლობასაც და აი მაშინ გადარჩენილი ადამიანების, მაშინ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების, მაშინ იქ ლიტერატურაში და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომლებიც აი ამ რეალურ იდენტობას აჩვენებდნენ, იმათი მემკვიდრეები არიან დღეს ის ადამიანები, რომლებიც აქციაზე გამოდიან თუ ხმამაღლა ლაპარაკობენ და რომელთაც უნდათ, რომ რეალური იდენტობის და რეალური ქართველობის შესახებ, ვთქვათ, ელაპარაკონ საზოგადოებას და უბრალოდ რეფლექსიის საგნად აქციონის თუ რას ნიშნავს ქართველი. დიდი მადლობა ირაკლი, თქვენ რას ფიქრობთ? ეს რაღაცა გამჯდარ მითებთან უფრო არის დაკავშირებული, ეს ძალაუფლების საბჭოთა ძალაუფლების ეპიცენტრში მყოფი ქართველი ლიდერები თითქოს რაღაცა დიდ გავლენას ახდენენ და საქართველოს სასარგებლოდ რაღაცა გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში ძალიან ცუდად ჩაჭდა და ამ დროს პირიქით ხდებოდა ყველაფერი, ვთქვათ, ეს ლიდერები ერთგვარად კომპლექსიც გააჩნდათ მათ, რომ არავის დაებრალებინა საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს მიიღება და ხშირად მაშინ როდესაც ლავირების საშუალება ჰქონდათ, ღიად მიდიოდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ვთქვათ, ეს დაკავშირებული იყო სომხურ ქართულ ტერიტორიულ დავებთან, ბორჩალოს მაზრაში, ზაქათალას ოლქში ქართულ აზერბაიჯანულ ტერიტორიულ დავებთან, იგივე გარეჯის საკითხთან დაკავშირებით თუნდაც განსაკუთრებით ეს გამოჩნდა ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, როდესაც უბრალოდ არც კი გაუჩნდათ იდეა ორჯონიკიძეს თუ სტალინს, რომ რაღაცა საქართველოს ინტერესები დაეცვა ართვითან და არტახანის საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით კიდევ უფრო გვიან, უკვე 30-იანებში რამდენად მომდომებული იყვნენ, თქვათ, ცენტრიდან, სტალინიდან წამოსული ბრძანებების მიმართ, რომ თქვათ, კონკრეტული რაოდენობის ადამიანები დაეხვრიტათ და როგორ ითხოვდნენ აქ უკვე ქართველი ბოლშევიკები ეგრეთ წოდებული ლიმიტების გაზდას, როდესაც 1500-ს მოითხოვდა ცენტრი, რომ დაეხვრიტათ და აქედან ბერია უკვე 3-4 და უფრო მეტ ათასებზე გადიოდა. გარდა ამისა, რეალურად ერთადერთი რაც ამ ქართული იდენტობისთვის შეიძლება სასარგებლოდ ემოქმედა და ის პრინციპში ჩვენ შევდივართ უკვე ძალიან მძიმე დაგვიბრუნდა, ეს იყო ეგრეთ წოდებული ბერიას საქმიანობა, აქ რაღაცა ნაციონალიზმის გაღვივების კუთხით ან თუნდაც აფხაზეთში ცოტათი ეთნიკური, ასე ვთქვათ, ბალანსის შეცვლის მიმართულებით, რომელიც საბოლოოდ ჩვენთვის ძალიან დიდი კატასტროფებით დამთავრდა და პრინციპში ეს ბერიას არათუ ნაციონალური, ალბათ საბჭოთა გათვლებით ჩვენთვის ძალიან ტრაგიკულად დასრულდა 80-იან წლებში და 90-იან წლებში. საბოლოოდ ეს ჩვენთან რაღაცა დარჩა ერთგვარად ფოლკლორული და განსაკუთრებით ამ სუფრის მითებად, რომ სტალინის ქართველობამ, ამ ბერიას ქართველობამ, ან სხვა ორჯონიკიძის ქართველობამ საქართველოსთვის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სასარგებლო, თორემ საზიანოდ ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მთელი საგმირო საქმეები, რაც მათი ქართველობის გამო საქართველოს მოუწია გადაეტანა. საბოლოოდ ეს საბჭოთა მითოლოგიით გაჯერებული ნაციონალიზმი ჩვენთვის მუდმივად ძალიან მძიმედ მთავრდება. და ეს ნაციონალიზმი ფაქტობრივად სრულად არის დავითან ხალხთან სრულად არის დაცული ყოველგვარი პოლიტიკური შინაარსისაგან. ეს არის რაღაცა უფრო
არა მხოლოდ საბჭოთა ზოგადად რუსული დამოკიდებულება, რომ ჩვენ უბრალოდ კარგად გამოგდის ეს კულტურა, ცეკვა თამაში, მასპინძლობა და რაღაცა მსგავს ჩარჩოებში შეგვიძლია ჩაჯდეს ჩვენი ეროვნული იდენტობა და ეს იდენტობა სულად უნდა იყოს დაცული რაღაცა პოლიტიკური წარმოდგენით. ჩვენ უნდა მიგვეღოთ ჩვენი პოლიტიკური არასრულფასოვნება. ჩვენ მშვენიერი კულინარია გვაქვს, მშვენიერი ბუნება გვაქვს, მშვენიერი თქვათ რაღაცა წარსულის რაღაცა ძეგლები თუ ლიტერატურული მოვლენები, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ვართ არასრულფასოვანი ხალხი და ამიტომ ეს რეალობა უნდა მიგვეღოთ. ეს დამოკიდება პრინციპში ეს არ არის რომ რაღაცა მხოლოდ ქართველების მიმართ აქ რუსეთის იმპერიას დამოკიდება ქონდა ყველას. ყველას მიმართ, რა თქმა უნდა. უბრალოდ რეალურად ჩვენთვის განსაკუთრებით რაღაცა არ მინდა რომ ცუდად გამოვიდეს, მაგრამ საქართველოსთვის განსაკუთრებით ტრაგიკული იყო, იმიტომ რომ ჩვენ ქონდა ძალიან კარგი გამოცდილება, თქვათ, არა შუა საუკუნეებით, არამედ ეს პირველი რესპუბლიკა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ეგრეთ წოდებული მოდერნული დემოკრატიული სახელმწიფოების. და ჩვენთან ამის დაკარგვა და ამ გამოცდილების ნიველირება არის კატასტროფა, იმიტომ რომ რეალურად ეს გამოცდილება ჩვენს უგჭირდება, განსაკუთრებით დღეს. თუ შეიძლება ეს დავამატებ, ძალიან საინტერესო არის, თქვათ, განათლების სისტემაში საბჭოთა პერიოდის ლიტერატურის სწავლebაში რა ხდებოდა. აი 30-იან წლებიდანვე უკვე გვაქვს საეკლესიო ლიტერატურის სწავლება. მოდი ძალიან საინტერესოა ათეისტურ სახელმწიფოში რატო შეიძლება ასწავლო შუშანიკის წამებას, აბოს წამებას, მერე გრიგო ხანძთელის ცხოვრებას. ესეც ძალიან საინტერესო იყო იდეოლოგიასთან იდეოლოგიურად ადაპტირებული. ნუ შუშანიკის წამება მათთვის ესე ქალის ემანსიპაციის და საკითხს გამოხატავდა. ანუ აბოს წამების მიმართ ალბათ რაღაც უცხოს ინდოქტრინაცია, როგორ შეიძლება რაღაც უცხოს შეიტანო რაღაც სხვა და აი გრიგო ხანძთელის ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს აი თურქეთთან სასაზღვრო დავების თვალსაზრისით აი სწორედ სტალინურ პერიოდში იწყება ეს პროპაგანდისტული ალბათ ირაკლის უკეთი საუბრობდა ამაზე აი ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიები თქვა დიდი ლაზეთის თქვა შემოერთებასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ამბები იყო მაშინ და ეს პერიოდულად იყო ხოლმე საერთოდ ეს სასაზღვრო საკითხი საბჭოთა კავშირისთვის სხვადასხვა შინაარსით აქტუალური და აი გრიგო ხანძთელის ცხოვრება ვიცით ახლა რომ იქ საეკლესიო პროცესებიც მიმდინარეობდა ეს იყო სწორედ აი ამ ისტორიული ლაზეთის ტერიტორიაზე და ამ თვალსაზრისით შეიძლება ყოფილი აი ვეფხისტყაოსანი მაგალითად ძმათა შორის თუ აი უცხოთა შორის ადამიანები რომელიც ერთმანეთს უცხონი არიან მაგრამ დაძმობილებული არიან ძმობის იდეის თვალსაზრისით თქვა ვეფხისტყაოსანი მოხდა აი თქვა ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ინტერპრეტაციას ბოლშევიკურად რომ იქ ბატონყმობა ბატონთან ბრძოლის თვალსაზრისით იყო საინტერესო ასე რომ ძალიან მიზანმიმართულად მუშაობდნენ და მათ იცოდნენ თქვა თუნდაც წარსული როგორ წაეკითხათ ისე რომ მისი ავთენტური მნიშვნელობა და შინაარსი დაეკარგათ და მოეხდინათ ადაპტირება მათ პოლიტიკურ ინტერესებთან და ეხლა თუ ამას არ შევხედავთ მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ კი საბჭოთა კავშირი ქმნიდა თქვა ჩვენი იდენტობისთვის აი განსაკუთრებით აქცენტს ვიცაკეთოს აი ნაციონალურ იდენტობას და ქართველზე ამ ყველაფერს თუ გამოვაკლებთ არ მივიღეთ ხედველობაში მაშინ კი ბატონო შეგვიძლია ვთქვათ რომ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა ქართველის ჭეშმარიტი ხატი და ჩვენი ეროვნული იდენტობა დიდი მადლობა და ბოლო კითხვა რაც მინდა დაგისვათ ეხება განსხვავებას ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ მსგავსებაზე რაც როგორ გავს დღევანდელი პროპაგანდა საბჭოთა პროპაგანდას როგორ გავს ეს პერიოდი 21 წლის ოკუპაციას მე მინდა კითხოთ რა განასხვავებს დღევანდელობას 1921 წლის ოკუპაციის წინა და შემდგომი პერიოდისგან და რატომ დასრულდება დღევანდელი ბრძოლა ევროპული მომავლისათვის წარმატებით? ხო, იმედი გვაქვს წარმატებით დასრულდება, მაგრამ მთავარი სხვაობა მაინც არის სამყარო ძალიან შეცვლილია აბსოლუტურად. იმდენად შეცვლილია განსაკუთრებით ეს ინფორმაციული სამყარო მაგალითად ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ ძალიან გვიან ორი კვირის დაგვიანებით ხდება ევროპულ პრესაში საქართველოს ოკუპაციის ამბავი. ეგ კი არა 25 ბერს მაშინ, როდესაც წითელი არმია შედის თბილისში, იმავე დღეს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტი იღებს სიგელს, გადასცემს ასე ვთქვათ, ოფიციალური ცერემონია ხდება ჩვენი ელჩის აკაკი ჩხენკელის მიღების. იმიტომ იმ პერიოდში უკვე ორი კვირის დაწყებულია ბრძოლა, მაგრამ ევროპის ცენტრში ჯერ კიდევ არაფერი ინფორმაცია არ არის და ამას კვირეები ჭირდებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა და დღეს უკვე ყველაფერი ძალიან სწრაფად.
პლუს საზოგადოებას რა თქმა უნდა გაზრდილი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ამაზე შეიძლება დრო დაგჭირდეს ცოტათი, მაგრამ მაშინდელ რესპუბლიკაში ძალიან სწრაფად დაიწყო ეგრეთ წოდებული მოდერნიზაციის პროექტი, რაც იყო სწავლა-განათლების შეტანა, იმიტომ რომ 1918 წელს მოსახლეობის 80%-მა იხუტებოდა მხოლოდ წერა-კითხვა. და წინააღმდეგობა გაჩნდა იმ არეალებში, სადაც ყველაზე მაღალი იყო წერა-კითხვის ცოდნა, ეს იყო გურია, ეს იყო დასავლეთ საქართველოს ის არეალები, სადაც წერა-კითხვა მეტნაკლებად იცოდა. აი თუ ჩვენ ვნახავთ 1924 წლის აჯანყების არეალებს და ჩვენ შევადრით სად იციან წერა-კითხვა, ძალიან ხშირად ეს ემთხვევა, იმიტომ რომ იქ ჯანყდება და იქ წევს მოქალაქეები წინააღმდეგობა, სადაც განათლების დონეა, სადაც პროპაგანდა ნაკლებად მოქმედებს. იგივე სერგო ორჯონიკი და პირდაპირ წერდა და ფილიპე მახარაძეს რომ ჩვენ საბჭოთა ხელისუფლება ვერასდროს ვერ გავხადეთ პოპულარული იმ მაზრებში, სადაც წერა-კითხვა იცის ნახევარზე მეტმა. ამას პირდაპირ აღიარებენ. დღეს ეს არის სხვაობა. სხვაობა არის რომ აი უკვე საზოგადოება არის სრულიად მოდერნული და პრინციპში პოსტმოდერნული შეგვიძლია ვთქვათ, სადაც იცის ყველამ და სადაც რაც უფრო მაღალია ეს განათლების დონე, იმით უფრო მაღალი ხდება ეს წინააღმდეგობის საკითხი. თუ რა თქმა უნდა, იქ რაღაცა თავისი მერკანტილური რაღაცა თავისი რაღაცა ასე ვთქვათ ხელისმოთმების ასე ვთქვათ არეალი არ ჩნდება. ამიტომ ეს ძალიან დიდი სხვაობაა, რომ დღეს წინააღმდეგობა ბევრად მეტია, ბევრად განსხვავებული საზოგადოების შექმნების და განათლების დონე, ბევრად განსხვავებული ეს საზოგადოების ფონი. ერთ-ერთი მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კლასი ბევრად უფრო დაბალ დონეზეა, ვიდრე სამწუხაროდ 100 წლის წინ იყო და ეს წინააღმდეგობა, რომელიც მოდიოდა მაშინდელი განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან, როგორც ორგანიზებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ძალისგან, სამწუხაროდ დღეს ბევრად ნაკლებია ჩვენი ოპოზიციისგან. ამიტომ დღეს წინააღმდეგობა გადის არა პოლიტიკურ ძალებზე, როცა მაშინ ძირითადად პოლიტიკური ძალებიდან წამოვიდა ეს წინააღმდეგობა, არამედ გადის საზოგადოების ფართო მასებზე და იმ ხალხზე, რომელიც ქალაქებში უკვე და დაბებში უკვე 30 დღეზე მეტია არის. ამიტომ ეს ძალიან დიდი სხვაობაა, ეს პირდაპირ შედარება სამწუხაროდ არ გამოვა განსაკუთრებით წინააღმდეგობის ფორმებში. და ნუ სამწუხაროა, უკეთეს ვისურვებდი, რომ ეს წინააღმდეგობაში ბევრად უფრო მყარად იდგნენ და ბევრად უფრო შინაარსიანად არა დამაზიანებლად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩანან. მადლობა და თქვენ განსხვავება ის არის, რომ დღეს საზოგადოება აცნობიერებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სუვერენიტეტისთვის ინსტიტუციებს, რომლებიც ევროპული იქნება. ამიტომ დღეს ის მთავარი სლოგანი რაც არის, რომ ევროპისაკენ და ჩვენი გზა ევროპაშია, გულისხმობს სწორედ იმას, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ევროპული ინსტიტუციები, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ჩვენთან ეს რუსული ორბიტაზე ჩვენი მოხვედრა შედგა. იმიტომ რომ როგორც ირაკლიმ აღნიშნა თავის საუბარში, დღეს ოკუპაციას არ აქვს ის ფორმები, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება. ეს არის უფრო ლატენტური, შესაბამისად ნაკლებად შესამჩნეველი და პროპაგანდისტულადაც უფრო ადვილად სამართავი, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შედარება 20-იანი წლებთან თქვათ განსხვავების თვალსაზრისით შეიძლება იმის საფუძველზე, რომ დღეს საზოგადოება ხვდება, რომ თავისუფლება არის აუცილებელი, პოლიტიკური თავისუფლება არის აუცილებელი იმისთვის, რომ შენ როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო გადარჩე. და აი როგორც ერთი გერმანელი ფილოსოფოსი ამბობს, თავისუფლებას არის შეცნობილი აუცილებლობა. დღეს ვფიქრობდი ამაზე, რომ რაღაც ქართველი ხალხი დაიბადა იმ თავის პოლიტიკურ კულტურაში, რომ ის აცნობიერებს, შეიძლება ეს უფრო შეგრძნება უფრო იყოს, რაღაც შთაგრძნობა უფრო იყოს, მაგრამ ეცნობიერება ამის გარეშე შეუძლებელია, გაცნობიერება შეუძლებელია თუ არ გრძნობ იმას, რაც უნდა გააცნობიერო, რომ თავისუფლება ეს არის აუცილებლობა და როგორც არასოდეს ჩვენი ისტორიის მანძილზე ქართული საზოგადოება ამას ხვდება, იბრძვის ამისთვის და ამიტომაც არის ის თანამედროვე მოვლენების სუბიექტი, მთავარი პოლიტიკური აქტორი და ამიტომაც დაგეთანხმებით ირაკლი, დღეს პირისპირ არის არა პოლიტიკური ძალები, არამედ საზოგადოება და ხელისუფლება და მე ვფიქრობ, რომ ეს იმდენად შეუქცევადი პროცესია, რომ უბრალოდ სხვა გზაც არ არის გარდა გამარჯვებისა. დიდი მადლობა. ერთ გადაცემაში შეუძლებელია ამ თემის ბოლომდე ამოწურვა. მადლობა იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ.